საღამო მშვიდობის ეს ღამის ბიზნეს პარტნიორია თქვენ საქართველოს პირველ არხს უყურებთ. სავარაუდო შეთანხმებული ქმედება და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა კონკურენციისა და მოხმარებლების დაცვის სააგენტომ 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. დღევანდელი ეთერი ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს კონკურენციას ეხება. ბაზრის თავისუფლება და კონკურენცია მხოლოდ ეკონომიკური თეორია არ არის. ეს არის გარემო, სადაც კომპანიებს შორის ფასების ხარისხისა და გამჭვირვალობის რეალური მარათონია. როდესაც კომპანიებს შორის ეს პრინციპი დაცულია, იმარჯვებს მომხმარებელიც, ბაზარის და სახელმწიფოც. შეზღუდულ კონკურენციაში კი კითხვებიც ბევრი ჩნდება. სწორედ ამიტომ კონკურენციის დაცვა სამართლიანი ტენდერების უზრუნველსაყოფად მონოპოლიური პრაქტიკების პრევენცია დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალურია სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ზედამხედველი კომპანიების შესაძლო კოორდინირებული ქმედებების საკითხი. რასთან გვაქვს საქმე და რამ განაპირობა 11 კომპანიის მიმართ მოკვლევის დაწყება. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას შეეხება, ვისაუბრებთ სტუმართან საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარესთან ირაკლი ექვინაძია, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემით და დავიწყო ჩვენი საუბარი. ბოლო პერიოდში ძალიან საგრძნობი გახდა სახელმწიფოს მხრიდან იმ საკითხებზე აპელირება, სადაც რეალურად ირღვევოდა გარკვეულწილად რეალური საკმაოდ რთული სურათი ჰქონდა კორუფციული თვალსაზრისით და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ცუდი ფაქტები ამ მხრივ დაფიქსირდა სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, სადაც რეალურად სახეზე ჰქონდა საკმაოდ შეთანხმებული მოქმედები კომპანიების მხრიდან, მათ შორის იყო სახელმწიფო მოხელეების ჩართული და შემდგომ. და ვიგებთ ასევე ფაქტს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოგმართათ, რომ ერთ-ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე დაგეწყოთ მოკვლევა უკვე კონკურენციის და კანონმდებლობის დარღვევის ნაწილში. რას ეხება ძირითადად ეს საკითხი? ამით დავიწყო ჩვენი საუბარი და მე უკვე თავისთავად ყველა იმ ძირითად მოკვლევას მინდა შევეხო მეტნაკლებად ბუნებრივია, რასაც ამ წლის განმავლობაში აწარმოებდით, რადგან წელი სრულდება და საინტერესოა მთლიანობაში რა სურათი გვაქვს ქვეყანაში კონკურენციის კუთხით. Აი მოგესალმებით, მე ვესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ბუნებრივია საზოგადოება მეცის ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს ეს პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სამშენებლო თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გარკვეული, ასე რომ ვთქვათ, პრობლემური საკითხების აღმოჩენას. თქვენც ახსენეთ, რეგიონალური განვითარების სამინისტრო იყო, რომელმაც სწორედ ამ პროცესის შედეგად დაინახა გარკვეული რისკები რეგიონებში განსაკუთრებით, როდესაც სამშენებლო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ზედამხედველ კომპანიებს რეგიონალურ ჭრილში თუ შევხედავდით, იყო ყველაზე ხშირად მოგებული ტენდერები ბოლო 3 წლის განმავლობაში, იყო ხშირ შემთხვევაში ერთი და ზირთა შემთხვევაში ერთი კომპანია წარმოდგენილი და ასევე თვითონ სატენდერო ფასი და მოგების ფასი პრაქტიკულად იყო იდენტური. ამან გააჩნია გარკვეული კითხვები კონკურენციასთან დაკავშირებით, ამიტომ რეგიონალური განვითარების სამინისტრომ ჩათვალა, რომ აღნიშნულ საკითხზე ყოფილიყო კონსულტაცია კონკურენციისა და მოხმარებლის დაცვის სააგენტოსთან, მის მომართვას ასევე ედო გარკვეულწილად საფუძვლად რეგიონალური რწმუნებულებისგან შესაბამისი წერილებიც, რომ გაგვირკვია ხომ არ არის გარკვეული კოორდინირებული და შეთანხმებული ქმედება რეგიონების ჭრილში, მუნიციპალიტეტების ჭრილში იმ კომპანიებს შორის, რომლებიც სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაზე ახორციელებენ ზედამხედველობას. ეს სქემა როგორი იყო, ანუ რა ტიპის ინფორმაცია მოგაწოდა, სქემა როგორი იყო და სად ჩანს შესაძლო დარღვევა? აი, ჩვენ ახლა ჯერჯერობით მოკვლევა ახალდაწყებულია, ამიტომ სქემა როგორი იყო და რა შედეგზე გავალთ ეს ალბათ, როდესაც მოკვლევა დასრულდება, მაგაზე უფრო დეტალურად მე შემეძლება საუბარი, თუმცა ის რამაც გონივრული ეჭვი გააჩინა და რაც თავარი საფუძველია, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მოკვლევის დაწყებაზე, იყო შემდეგი, რომ რიგ რეგიონებში ყველაზე ხშირად მოგებულ ტენდერებში ფიგურირებს ერთი კომპანია, პირობითად მაგალითად იმერეთში ერთი, სადღაც გურიაში მეორე, მაგალითად სხვა რეგიონში
სხვა კომპანიები ძირითადად თვითონ გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად იყო 1-2 კომპანია და კონკურენცია, ასე რომ ვთქვათ, ნაკლებად იყო ამ შერჩევის პროცესში, ეს აჩვენებდა ამას და პლუს სატენდერო ფასი და კომპანიის მიერ მოგებული ტენდერის ფასი პრაქტიკულად იყო იდენტური და ეს იყო პირველი გონივრული ეჭვი, რის გამოც ესე ჩათვალა რეგიონალური განვითარების სამინისტრომ რომ გააკეთა მომართვა და ჩვენც ამის საფუძველზე ბუნებრივია დავიწყეთ მოკვლევა, იდენტიფიცირებულია 11 კომპანია და ახლა მიმდინარეობს პროცესი და მოკვლევის პროცესი, ეს კომპანიები ინფორმირებულები არიან ჩვენგან ამასთან დაკავშირებით, რომ რეალურად დადასტურდება თუ არა მათი კოორდინირებული ქმედება და თუ ეს დადასტურდება, ბუნებრივია ეს იქნება კვალიფიცირებული როგორც კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის დარღვევა, რაც ბუნებრივია გულისხმობს საბოლოო ჯამში ფინანსურ სანქციებს და თუ საჭიროება იქნა მოკვლევის ფარგლებში გარკვეული რეკომენდაციებისა, ბუნებრივია ჩვენი სააგენტო ამაზეც იფიქრებს. რას მაყურებლისთვის საინტერესოა, რას ნიშნავს კოორდინირებული ქმედება და რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამათ მიმართულებით ირღვევა კონკურენციის კანონმდებლობა, იმიტომ რომ ძალიან ხშირია, როდესაც შესაძლოა მათ შორის ბიზნესის წარმომადგენელსაც გქონია, რომ რა მოხდა, მე არაფერი ისეც არ ვაკეთებ, თუმცა რეალურად აი შეთანხმებები ამათ კომპანიებს შორის შესაძლოა იყოს დიახაც სწორედ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა და მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფო დაფინანსებები და სახელმწიფო ფინანსებზე არის ამ შემთხვევაში ლაპარაკი, ეს კიდევ დამატებით საკმაოდ სერიოზული პრობლემის შემქმნელი შეიძლება იყოს. ამიტომ საინტერესოა, რას ნიშნავს კომპანიებს შორის შეთანხმებული ქმედება. კომპანიებს შორის შეთანხმებული ქმედება არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარღვევა კონკურენციის კანონმდებლობაში, არა მარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად ყველა განვითარებულ ქვეყანაში. კოორდინირებული ქმედება ამ შემთხვევაში ეს ჩვენი კანონმდებლობით არის ფორმულირებული როგორც შეთანხმებული ქმედება, ეგრეთ წოდებული კარტელური გარიგება იმ მიზნით, რომ ზედმეტი, ესე რომ ვთქვათ, შემოსავალი და მოგების მაქსიმიზაცია განახორციელოს ამ კომპანიამ, ეს იქნება რომელიმე ბაზარზე, თუ იქნება რომელიმე სახელმწიფო შესყიდვის პროცესში და თქვენ შესაბამისად ძალიან კარგად ახსენეთ კონკურენციის მნიშვნელობა, როდესაც კონკურენცია აქტიურია და როდესაც კონკურირებენ რიგი კომპანიები, რომ მოიპოვონ პირობითად გამარჯვება ამა თუ იმ ტენდერში თუ პირობითად ბაზარზე გარკვეული უპირატესობა მოიპოვონ, კონკურენციის პირობებში მომხმარებელი და ამ კონკრეტული кейსის შემთხვევაში სახელმწიფო იღებს მაქსიმალურ დანაზოგს და როდესაც არის შეთანხმებული ან კოორდინირებული ქმედება, ეს პირიქით მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდით თანხებს უკავშირდება და პირობითად სახელმწიფო ტენდერის შემთხვევაში უფრო მეტ დანახარჯს უკავშირდება. ამიტომ იმისთვის არსებობს კონკურენციის კანონმდებლობა და შესაბამისი უწყებები ყველა ქვეყანაში, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები შეისწავლონ, მონიტორინგი გაუწიონ, პრევენციაზე ემუშაონ და საჭიროების შემთხვევაში დარღვევაზე რეაგირება გააკეთონ. ამიტომ ეს არის ამ პროცესის. კი ბატონო, რამდენ ხანში უნდა დადოთ დასკვნა და რა შეიძლება იყოს ამ დასკვნის შედეგი? მათ შორის შეიძლება თუ არა ეს უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილად იქცეს. ჩვენს მიერ დაახლოებით 260-მდე ტენდერის პროცესია გაანალიზებული, ეს საკმაოდ შრომატევად სამუშაოა, იმიტომ რომ ძალიან მოცულობით ინფორმაციის დამუშავებას ეხება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროცესი და ალბათ გარკვეული ეტაპის შემდეგ ჩვენ გადავალთ თვითონ კომპანიებთან კომუნიკაციაზეც. ზოგადად ახლა ფორმალურ ვადებს თუ შევხედავთ, ის არის 6 თვიდან დაახლოებით 1 წელი ან წელიწად ნახევრამდე პერიოდში, ეს არის მაქსიმუმ პერიოდი, რა ვადაშიც უნდა მოხდეს აღნიშნული მოკვლევის დასრულება, თუმცა როგორც წესი ალბათ შეიძლება ეს ბევრად უფრო ნაკლებ დროს ამ შემდეგ წელს სავარაუდოდ ჩვენ ამ მოკვლევას დავხურავთ. იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდებიან დამრღვევი კომპანიები, არ ნიშნავს ახლა რომ 11 კომპანიიდან ყველა დამრღვევია, ეს უნდა აჩვენოს თვითონ პროცესმა, თუ გამოვლინდებიან დამრღვევი კომპანიები, ის გულისხმობს ფინანსურ სანქციას, ფინანსური სანქცია განისაზღვრება გასული წლის ფინანსური ბრუნვის მოცულობის 5%-მდე თანხის მოცულობით, ეს დამოკიდებულია დამრღვევის სიმძიმეზე და ის მზიანზე, რაც ამ ქმედების შედეგად მიადგა მომხმარებელს თუ ამ შემთხვევაში კონკრეტულ სახელმწიფო დაწესებულებებს და ნუ ახლა იმ შემთხვევაში თუ ესეთი შემთხვევების დროს იკვეთება გარკვეული სხვა ტიპის პასუხისმგებლობა, ის უკვე შესაბამის ორგანოებთან კოორდინაციას გულისხმობს. ასე რომ აი ჩვენ პროცესი დაახლოებით ესე გამოიყურება ამ ეტაპზე. დანარჩენი უფრო ასე რომ ვთქვათ საუბარი იმაზე, რასთან მქონდა საქმე, როდესაც მოკვლევა დასრულდება, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი. ამ პროცესს და ამ მოკვლევას წინ უძღოდა ისეთი ხმაურიანი პროცესები და მოკვლევები, რომელიც ეხებოდა პირობითად ფარმაცევტულ ნაწილს, ეხებოდა ნავთობ კომპანიებს და შესაბამისად გარკვეულწილად როდესაც
კონკურენცია აგენტო ასეთი მასშტაბის მოკვლევას იწყებთ, ყოველთვის არის ხოლმე განსაკუთრებული ინტერესი. იმ შემთხვევაშიც მაგალითად, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიების ნაწილზე დაიწყეთ სერიოზული მოკვლევა, იქაც ჯანდაცვის სამინისტრო იყო ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყება მომმართველი, რადგან მათაც გაუჩნდათ გარკვეული ეჭვები, რომ საკმაოდ მაღალი იყო მოგების მარჟა, რეალურად წარმოუდგენელ ფასად ცალკეულ შემთხვევაში მაგალითად ისეთი ძალიან სენსიტიური ნაწილი, როგორც არის ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტები, იყიდებოდა წარმოუდგენლად მაღალი მარჟით და წარმოუდგენელ ფასად. სწორედ აი ეს გახდა გარკვეულწილად საფუძველი მე კონკურენცია აგენტოს მხრიდან ამ სექტორის მოკვლევის და გადაწყვეტილების მიღების. აი ამ მოკვლევამ დღევანდელი გადმოსახედიდან რა კონკრეტული შედეგები მოიტანა და სად ვართ ახლა იმ კუთხით, რომ დაუშვათ ეს პრობლემა, რომელზეც ახლა მე და თქვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ და მე უკვე დასკვნებში ასახეთ, აღმოჩნდა თუ არა შედეგიანი, ანუ ამით იმის გარკვევა მინდა, რომ დაუშვათ ამ 11 კომპანიის საქმის მოკვლევის შემთხვევაში რამე ანალოგიურს უნდა ველოდოთ თუ არა და რამდენად რეალურ შედეგზე ორიენტირებულია ეს შესწავლა, გარდა იმისა, რომ შეიძლება გამოვარღვინოთ კანონდარღვევები ამ შემთხვევაში. პრევენციის კუთხით ეს ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ რა ხდება შემდეგ, პირველ რიგში დგინდება პრაქტიკა სწორი, თუ როგორ უნდა იმოქმედონ კომპანიები იმ შემთხვევაში, რომ არ დადგენ მსგავსი ტიპის პრობლემის წინაშე და ყველამ უნდა ნახოს, რომ თუ პირობითად დარღვევა დგინდება კონკრეტულ შემთხვევაში, იმის შემდგომ მსგავსი ტიპის ქმედებები არის აკრძალული, თუ რა პასუხისგებლობა არის საკმაოდ მძიმე ფინანსური თვალსაზრისით. თქვენ ფარმაცია ახსენეთ და ფარმაცია არ იყო მხოლოდ ერთი მოკვლევა, ის იყო მთელი პროცესი, დაიწყო ბაზრის მონიტორინგით, სადაც იქნა 13 რეკომენდაცია გაცემული და საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ნაწილი ამ რეფორმებისა იქნა იმპლემენტირებული. შემდგომ იყო სწორედ აი ამ პრაქტიკის გამოვლენა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და შემდგომ ასევე მიმდინარე წელს იყო ჭარბი ფასის დადგენა მანამ სანამ იქნებოდა რეფერენტული ფასები შემოღებული. ჩვენ ნახეთ და თქვენთანაც გქონდა ამაზე საუბარი, როდესაც 400%-დან 3000%-მდე იყო ფასნამატი იმპორტიდან საცალო ფასამდე და ისეთ ხარჯები იყო შეტანილი, რომ აი ძალიან ბევრი მაკიაჟისთვის და კოსმეტიკური და სამკაულები და ესე შეიძლება მთელი პროცესია. და ამის გაგრძელებაა სწორედ ის, რასაც ახლაც ვაკეთებთ, ეს არის სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგი. ეფექტი რა იყო? ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამას მოყვეს შედეგი ჩვენთვის, როგორც პაციენტებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა ძალიან კარგი შეფასება და კვლევა და მან მხოლოდ ერთი ნაწილი, აი რეფერენტული ფასების ეფექტი შეაფასა. მომხმარებელზე დაახლოებით 2024 წელს ეფექტი იყო 300 მილიონი ლარი, რაც დაზოგეს მომხმარებლებმა ამ გადაწყვეტილების შედეგად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომელიც უშუალოდ ეხება თითოეულ ადამიანს, ვინც მედიკამენტებს მოიხმარს და საშუალოდ 40%-იანი, ასე რომ ვთქვათ, კლება მედიკამენტების აი ამ გადაწყვეტილებების შედეგად. აი ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი ამ მიმართულებით. თუმცა კიდევ ერთხელ მოვიხე, პროცესი განგრძობითია, ჩვენ ამას ვაკვირდებით კონკურენციის კუთხით უყურებთ და ეს ალბათ იქნება მუდმივი პროცესი, რომ ბაზარზე გქონდეს ყურადღება, რომ თუ საჩელება დავინახოთ გაუმჯობესების შესაძლებლობები და აი დღესაც ჩვენ ასე რომ ვთქვათ, ამ შედეგებიდან გამომდინარე და თუნდაც ამ რეფორმების ეფექტებიდან გამომდინარე უყურებთ არსებულ ვითარებას, თუ როგორია კონკურენცია, როგორ შეიცვალა ქცევა და კიდე რა შეიძლება, რომ უფრო აქტიური და ეხლა რა ნაწილსაც სწავლობთ, იქ როგორი რა მოლოდინები გვაქვს და რა ეტაპზეა დაუშვათ სამედიცინო ბაზრის ის მიმართულება, რომელსაც ეხლა იკვლევთ? მე ვახსენე რეფერენტული ფასების შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი ეფექტი და ამან გარკვეულწილად ალბათ ჩვენ ვიცით, რომ მოცემულობაა ჩვენთან ჰოლდინგური ჯგუფები, რომლებიც მნიშვნელოვან ბაზრის მნიშვნელოვან წილს აკონტროლებენ და აქ საუბარია ამაზე, რომ არის საბუთუმო კომპანიები, დაზღვევა, ჰოსპიტალები, ფარმაცია. ანუ მაყურებლისთვის რომ განმარტოთ, საუბარია კომპანიაზე, რომელიც ერთდროულად ფლობს კლინიკას, რომელიც თუმცა ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ფარმაცევტულ ქსელსაც და პარალელურად აქვს სადაზღვო კომპანიას. მთელი ანუ ეს ჯაჭვი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ამის ასეთი არსება, ეს არის მოცემულობა, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამის ასეთი ფორმით არსებობა პრობლემურია, სწორ რეგულირების პირობებში. თუ კომერციული ინტერესზე უფრო მაღლა დგას პაციენტის საუკეთესო არჩევანის შემთხვევა, ეს არანაირი პრობლემას არ ქმნის. თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ და გამოჩნდა სხვადასხვა სურის ბოლო წელში განსაკუთრებით აი რეფერენტული ფასების DRG სისტემის დანერგვის შემდეგ ეს ნიშნავს, რომ გარკვეული რეგულირებული ფასები შემოვიდა როგორც მედიკამენტებზე, ასევე რიგ სამედიცინო სერვისებზე 2025-2024
წლებში, ბოლო ერთ წელიწადში ეს ინფორმაცია თქვენც იცით, რომ საავადმყოფოს მომსახურებაზე საკონსულტაციო მომსახურებაზე ფასები დაახლოებით 26%, 25-26%-იან ზრდას აჩვენებს და ეს ბოლო ერთ წლის სურათია, მანამდე ეს ზრდა იყო მინიმალური ან სტაბილური და ჩვენ რა თქმა უნდა დავინტერესდით თუ რა არის ამის მიზეზი. ხომ არ მოხდა ისე, რომ იმ ნაწილში, სადაც რეგულირების შედეგად რიგმა სუბიექტებმა, ეკონომიკურმა აგენტებმა დაკარგეს გარკვეული შემოსავალი, რომელიც სახელმწიფო ამ შემთხვევაში დაზოგა, ხوارდება მისი დაბალანსება იქ, სადაც ჯერ კიდე რეგულირება არ არის. ან ხომ არ არის დაუშვათ ჭარბი შეთავაზება რიგი სამედიცინო სერვისების თუ კონსულტაციების. ამიტომ ამას გაარკვევს აღნიშნული მონიტორინგი, ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე. ეს ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ამის შედეგი, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი რომელიც გიყურებს, მათაც აქვთ განცდა და მეც არაერთხელ მქონია, რომ ამა თუ კლინიკაში დაუშვათ მომსახურების მიღებისას მქონია განცდა, რომ რაღაც ბევრ ისეთ манипуляციას მიწერენ სამედიცინოს, რომელიც შეიძლება რომ არ დამჭირვებოდა, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ იმ კლინიკისა და იმ კონკრეტული დაუშვათ კომპანიის შემთხვევა ფარმაცევტული მომიჯნავე კომპანიასთან კავშირშია, სწორედ ამ მithom არ არის განპირობებული თქო. არ ვიცი, ამაზე ხა ზუსტ პასუხი იქნება მას შემდეგ, რაც ეს მონიტორინგი დასრულდება, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ინფორმაციის გაცვლა. როდესაც შეიძლება რომ დასრულდეს? დაახლოებით 160-მდე კომპანიასთან, ვინც ამ სფეროში მუშაობს. და ნუ ალბათ მომდევნო წელს აუცილებლად დასრულდება აღნიშნული და მონიტორინგი, რაც გულისხმობს ბაზარზე არსებული სურათის წარმოდგენას და ნუ ჩვენს გარკვეულ შეფასებებს იმ საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვეყრდნობთ და ვეცნობთ. ძალიან ცუდი ალბათ უხეში კითხვა უნდა დავსვა, თუმცა როგორც მომხმარებელს და ამ შემთხვევაში როგორც ყველა იმ სერვისის მომხმარებელს, რომელზეც ახლა მე და თქვენ საუბრობთ, გარკვეულწოდ მაქვს განცდა, რომ დროში ხომ არ იწელება ეს პროცესები. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული გაქვთ გარკვეული პერიოდი, რეალურად უკვე ჩადენილი ქმედების შემდგომი შესწავლა, როდესაც ხდება და ის ქმედება კიდევ მე მთელი 12 თვის განმავლობაში შეიძლება იყოს შესწავლისაგანი, ამით გარკვეულწილად მთელი ამ კვლევის შედეგის სიკეთის მიღება რამდენად რეალურად შედეგიანი ხდება, იმ გაგებით რომ მთელი ეს პროცესი კანონდარღვევა სახეზე ქონდა, კომპანიამ თუ არასწორი ქმედებები ქონდა განახორციელა, თუ არასწორი იყო მის მხრიდან მოგებები მიიღო და ასე შემდგომ. ამ შემთხვევაში იზარალა სახელმწიფომაც და მთელი ეს ჯაჭვი მოქმედებდა, ხო? აი, რამდენად სწორია ის პრაქტიკა, რომელიც გვაქვს და რამდენად ხომ არ არის საჭირო დაუშვათ ამ შემთხვევაში გარკვეულწილად იმ მოკლევის პერიოდის დაჩქარება. თქვენ სადგიზე მეც ამ კითხვას დავსვამდი და ეს ეხება ზუსტად ეფექტურობას, გადაწყვეტილებების, თუმცა ყველა ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთან კონკურენციის სამართალს ზუსტად ეგრეა მოწყობილი, ის აფასებს უკვე დამდგარ ფაქტს. რიგ შემთხვევაში თუ ბაზრის შეფასება ხდება, გარკვეულ პრევენციას აკეთებს და ესე ვთქვათ მონიტორინგის ფარგლებში მუდმივად უყურებს ამ ამბავს და უფრო მეტიც ახლა მაგალითად როდესაც ჩვენ ვთვლით, რომ რიგმა კომპანიამ თუ მაგალითად და შეთანხმებული ქმედების შედეგად ან ჭარბი ფასის შედეგად შეიძლება მიიღო ზედმეტი შემოსავალი, რომელიც მომხმარებლების ხარჯზე ან გარკვეული კონკრეტული უწყებების ხარჯზე განახორციელა, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და სანქციებს გამოვცემთ აღნიშნული კომპანიების მიმართ, შემდგომ ამას მოყვება სასამართლო კონტროლი და სასამართლო კონტროლი გარკვეული რამდენიმე წელით შეიძლება გაგრძელდეს და ის ეფექტი, რომელიც აი ამ თანხის უკან დაბრუნებას პირობითად ეხება კომპანიამ, რომელმაც დაარღვია, რომელმაც შექმნა პრობლემა კონკურენციის სამართლის დარღვევის გამო, რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება როდესაც ის გაივლის მთლიანად სასამართლო კონტროლს, შეიძლება ის ეფექტი აღარ გქონდეს. თუმცა მოწყობილი ჩვენი კანონმდებლობა დღესდღეობით ესეა ძალიან ბევრ ქვეყანაში, ესეა და სწორედ ასე იმართება კონკურენციის სამართალი. თუმცა გრძელ ვადაში, რო შევხედოთ ამას ჩვენ, მაგალითად რამდენიმე წლიან, 10 წლიან პერსპექტივაში, მსგავსი ტიპის პრეცედენტები ქმნიან სწორ პრაქტიკას და უკეთებენ პრევენციას საომავლო დარღვევებს. ანუ ჩვენ დავიწყეთ სულ რაღაც 11 წლის წინ ეს ისტორია. საქართველოში ბიზნესმა ისწავლა, ანუ ბიზნესმა გააცნობიერა, რომ რეალურად აი ეს კანონმდებლობა, რომელსაც კონკურენციის კანონმდებლობა ქვია, მისი დარღვევა ერთ დღეს მას შესაძლოა დაუჯდეს ყველაფერს გარდა ფინანსების ნაწილი, რეპუტაციის პრობლემა და რამდენად პასუხისგებლობით ეკიდებიან, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში თითქოს არსებობდა კონკურენცია აგენტო, მაგრამ რა ბოლო პერიოდშია ეს, ბოლო წლებია, როდესაც ბიზნესი მეტნაკლებად ცოტა ფრთხილობს, როდესაც კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევების მიმართულებით შესაძლოა რაღაც ქმედებებს ჩადიოდეს
მოდიოდეს, ხო? ამიტომაც საინტერესო, რამდენად პრაქტიკამ რააჩვენა ბიზნესმა, რამდენად გააცნობიერა, რომ დღეს ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და ამ მიმართულების დარღვევა მაინც და მაინც კარგი არ არის. მე ვფიქრობ, რომ კი, განსაკუთრებით თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელ ვითარებას და 2020 წლის ვითარებას, აი ამ გადაწყვეტილებებმა და ზოგადად აი ამ პროცესმა მოიტანა უფრო მეტი ინფორმაციაც და უფრო მეტი ცოდნას თუ როგორი ქცევა არ არის მისაღები კონკურენციის სამართლისთვის და პირობითად შეიძლება კანონმდებლობაში იყოს და აღსრულება არ იყოს სათანადო, მაგრამ შეიძლება იყოს კანონმდებლობაში ისა და თუ ამას აღსრულებაც მოყვება, შესაბამისად ჩვენ არ მომბობთ ხა, რომ აი ძალიან ეფექტური შეიძლება კიდე მეტი გვჭირდება ჩვენ უწყებას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ რიგ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ შევადაროთ დღევანდელი პერიოდი 2020 პერიოდი, მე ვფიქრობ, რომ ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი, ასე რომ ვთქვათ, გზა არის განვლილი და ძალიან ბევრმა ბიზნესმა, განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც გადაწყვეტილებები მიგვიღია, იცის იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლება მოყოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას და მე ვფიქრობ, დროსთან ერთად ეს კიდევ უფრო მეტად მოვა, იმიტომ რომ მეტი ინფორმაცია, მეტი, ასე რომ ვთქვათ, პრაქტიკა ამ ნაწილში შექმნის სწორედ აი ესეთ გარემოს, სადაც ბიზნესი იქნება, ასე რომ ვთქვათ, იმ თამაშის წესებით, რასაც კონკურენციის კანონმდებლობა ითვალისწინებს. ამჟამად რა დენ საქმესზე ახორციელებთ მოკვლევას და ამათგან ყველა სენსიტიური ბაზრები რაც არის ხოლმე ფარმაცევტული იქნება საწვავის ნაწილი მთლიანობაში ამ მიმართულებით რა სიახლეებს უნდა ვალოდოთ თუ არის ახლა შესწავლის ან მონიტორინგის ეტაპზე რომელიმე ეს მიმართულება ამ ეტაპზე ჩვენთან თავარი მოკვლევა რაზეც ხორციელდება არის სწორედ ის რაითაც დავიწყეთ ჩვენი საუბარი წელს ჩვენ მივიღეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთი რუსთავის ავტობაზრობასთან მიმართებაში იქაც ჭარბი ფასი დადგინდა და დაჯარიმდა აღნიშნული კომპანია და 4 ფარმაცევტულ კომპანიასთან მიმართებაში რომლებმაც ასევე რეფერენტულის ფასწარმოქმნამდე ჭარბი ფასი ჰქონდათ აი პროცენტები რაც დავასახელე ჩვენი საუბრის დასაწყისში მონიტორინგებში უფრო აქტიურად ვართ იმიტომ რომ არის ბაზრები, სადაც ჩვენი შეფასებით რიგ სამინისტროებთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად მათ აქვთ გარკვეული კითხვები და მათთან ერთად კოორდინაციით ჩვენ ვახორციელებთ ამ ბაზრების ნაწილზე მაგალითად. არა, გეტყვით, ეს არ ეხება ტენდერების ნაწილს, ეს ეხება ტრადიციულ ბაზრებს, ფარმაციას, ეს ეხება ზღვახსენე სამედიცინო სერვისების, საწვავის მიმართულებას, აგროპროდუქტების ბაზარს, ეს ეხება პესტიციდების და აგროქიმიკატების ბაზარს, რომელსაც სოფლის სამინისტროსთან ძალიან ანუ მანდრა პრობლემა მაგალითად. აქ არის საუბარი ასევე სეზონურ პერიოდში რიგ მიმართულებებზე საკმაოდ მაღალ ფასდამატებზე და ჩვენ გვინდა გავარკვიოთ ხო არ ყავს დომინანტები ან რას უკავშირდება დაუშვათ აღნიშნული პროცესი. FMCG მიმართულება, რომელიც აი ძალიან აქტუალურია და დისკუსია სულ მიმდინარეობს და აქაც ჩვენ უყურებთ ამ ბაზარს, მათ შორის არიან კერძო კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც აქვეყნებენ ამ ბაზრის შესახებ განვითარების ტენდენციებს. ცოტა ხნის გამოქვეყნდა გალთის და თიბის კაპიტალის კვლევა. კონკურენციის კუთხით უყურებთ ამ მიმართულებას და ნუ აქ არის გარკვეული საკითხები, რაზეც შეიძლება ესე ვთქვათ. ანუ ეჭვია რომ არ არის ეს ნაწილი კონკურენტული? არა, მე ვფიქრობ რომ ძირითადში რო შევხედოთ არის კონკურენტული, თუმცა არის შეიძლება რიგი პროცესები თუ ბალანსის საკითხები, რაც ესე რომ ვთქვათ ჭარბი კონცენტრაცია. იცი მაგასაც ვერ ვიტყვით, უბრალოდ არის ძალიან სპეციფიკური საკითხები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ ჩვენი ნაწილი არ იყოს როგორც კონკურენციის უწყებით, იმიტომ ამ ბაზარზე ჩვენ ყველაზე მსხვილი აგენტის წილია ჩვენი მეთოდიკით არის დაახლოებით 18%. სამი კომპანიის წილი არის სადღაც 32%. მაშინ პრობლემა რა არის 40%-იანი მაჩვენე. ნუ კრიტიკული არის მაინც ალბათ გარკვეული ბალანსი მხარეებს შორის. და ალბათ გარკვეულწილად მომართვის ანუ თავად ამ ბაზრის მოთამაშე მოგმართათ ამ ნაწილის შესასწავლად? ეს იყო ინდუსტრიებს შორის დისკუსიის შედეგი, იგივე თუნდაც მიმწოდებლები, დისტრიბუტორები, თუნდაც რომლებიც ამ ბაზარზე აქტიურად არიან. და ეს პროცესი ფასდება ყოველწლიურად და ეხლა წელს დასრულების შემდეგ ჩვენ ასევე შევაფასებთ ამ ბაზარზე არსებულ ტენდენციებს. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ყველა ამ პროცესში ძალიან აქტიურად არის ჩართული ის ბიზნეს სექტორი, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობთ, იმიტომ რომ ბუნებრივად მათგან ვიღებთ ძირითად ინფორმაციას, შეფასებებს, განმარტებებს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აი თუნდაც რიგ საკითხებში ძალიან ისეთი აქტიური კოორდინაცია სხვადასხვა უწყებებთან, ვისი დასტურიც არის არაერთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ვიღებთ, ისინი არიან მთავარი ინფორმაციის, ისინი უშუალოდ არიან ამ ინფორმაციის სათავესთან, წყაროსთან და შემდგომ თუ უჩნდებათ მათ გარკვეული კითხვები, შემდგომ ასე ვთქვათ ამ ნაწილში ვერთვებით ჩვენ, ამიტომ ეს პროცესი ძალიან მჭიდროდ კოორდინირებულია და ვფიქრობ, რომ ეს
იძლევა გარკვეულ შედეგს. საწოლთან მიმართებაშიც საკმაოდ ხმაურიანი იყო თქვენი გადაწყვეტილება, სახეს ჰქონდა დაჯერიმებული კომპანიებიც, თუმცა რადგან სასამართლო დავა არის ამ ნაწილშიც, ამ მიმართულებით კიდევ ხელახლა ხომ არ ფიქრობთ საკითხის შესწავლას, რომ გავიგოთ რეალურად კლავაც რამდენად სწორად იყენებენ კომპანიები იმ საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ტენდენციებს და რამდენად რეალურად ადეკვატურ ფასად ყიდიან საქართველოში მე იმ საწოლს. ჩვენ წელს ყოველ კვარტალურად ქონდა ანგარიშები საწოლის ბაზართან მიმართებაში და ეხლა წელი დასრულდება, ასევე სრულ წელსაც დავინახავთ, თუმცა წელს იყო ალბათ წელი იმით გამორჩეული, რომ წინა წლებისგან განსხვავებით ამ ბაზარზე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული კონკურენცია, თვითონ თუ დავინახავთ გავლენის ფაქტორებსაც, რა არის კურსი, რომელიც სტაბილურია, გარეფასები, რომლებიც ასევე მთელი წლის მანძილზე სტაბილურია და მისი გავლენა ადგილობრივ ბაზარზე იყო აბსოლუტურად შესაბამისი და ჩვენ არ დაგვინახავს წინა თუნდაც იმ კრიტიკული წლისგან განსხვავებით რაიმე პრობლემა კონკურენციის თვალსაზრისით. თან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც იმ გადაწყვეტილების მერე მიუხედავად იმისა, რომ საქმე სასამართლოშია და სასამართლო ალბათ გადაწყვეტს საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილების ასე რომ ვთქვათ საბოლოო შედეგს ბაზარზე გაჩნდა ძალიან ბევრი ახალი მიმართულება, რომელიც ზრდის კონკურენციას. მაგალითად, თვითონაც დიდმაქსელება გახსნეს თვითმომსახურების მიმართულებები, სადაც ფასი ბევრად უფრო იაფია და მოხმარებელს არჩევანია. შეიქმნა ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მარკეტინგული შეთავაზება, რომელიც იძლევა, ასე რომ ვთქვათ, ფასთა შორის მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას. მცირე ქსელებიც და მსხვილ ქსელებს შორის თუ ჩვენ შევადარებთ წლების წინ თუ მათ შორის ფასთა შორის ხვაობები ერთ და იგივე საწოლზე იყო საგრძნობი, დღეს აი ამ ახალი შეთავაზებების გაჩენის შემდეგ პრაქტიკულად იდენტურია. ეს ნიშნავს, რომ ეს ბაზარი ამ ბაზარზე კონკურენცია უფრო გაუმჯობესებულია. თუმცა კიდევ ერთხელ მონიტორინგს ვაგრძელებთ და თუ იქნება რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენა, ვფიქრობ, რომ აქ ჩვენი შესაბამისი ყურადღებაც და რეაგირებაც იქნება. ეს ანგარიშები პრაქტიკულად ყოველ კვარტალურად ღიაა და ჩვენ ამას საზოგადოებას ვაცნობთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და შევხვდებით 2026 წელსაც. ბუნებრივია, ველოდებით ამ მონიტორინგის შედეგებს. ირაკლი ლექვინაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. ინოვაცია და სწრაფი ზრდის პოტენციალი მის საპირწონედ კი რისკი და გაურკვევლობა. ამავდროულად ინვესტიციებზე დამოკიდებულება და მცირე, თუმცა მოქნილი გუნდით საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების შესაძლებლობა. ეს სტარტაპის დაახლოებითი დეფინიციაა და ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში ინოვაციური და რისკიანი იდეების განხორციელების შანსები კიდევ უფრო გაზრდილია. მიუხედავად მცირე ბაზრისა, საქართველოში გაჩენილმა სტარტაპებმა გლობალურ არენაზე უკვე დაიმკვიდრა ადგილი, ქვეყანა კი ცდილობს იქცეს რეგიონულ ჰაბად ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ბიზნესებისთვის, თუმცა ამ გზაზე ბევრი გამოწვევა ინვესტიციების მოზიდვიდან დაწყებული უნარების დეფიციტით, გლობალურ ბაზრებზე გასვლითა და ბიზნესის მასშტაბურობით. დასრულებული ეკოსისტემის განვითარების ეტაპებსა და იმაზე რა სჭირდება ქართულ სტარტაპებს, რომ კონკურენტუნარიანები გახდნენ საერთაშორისო არენაზე, ვისაუბრეთ სტუმართან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან. ავთანდილ კაცრაძეა ჩვენი დღევანდელი გაცემის სტუმარი. მოგესალმებით. წელი სრულდება და ბუნებრივია მეტნაკლებად ვთვლით, რომ ერთგვარად როგორც ტრადიციულად შევაჯამოთ და გავარკვევთ რა ტენდენციები იყო 2025 წლის განმავლობაში ამ შემთხვევაში და რამდენად გამართლდა ის მოლოდინები, რომელიც თქვენს აგენტოს ჰქონდა. მე ბევრჯერ მithქვავს და არ ვიქნები ხა ალბათ სუბიექტური ვარ პირდაპირ მნიშვნელობით, როდესაც ამ სააგენტოს განსაკუთრებულად გულშემატკივრად ბიზნეს პარტნიორის გუნდი მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ და თქვენ ერთდროულად დავიწყეთ საქმიანობა და შესაბამისად პრაქტიკულად ყველა ნაბიჯზე, რა ნაბიჯ როგორც ვითარდებოდა ტექნოლოგიების სააგენტო, პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, მონაწილეები ვიყავით გამშუქებლებისა თუ ერთგვარად დამკვირვებლების როლში. ამიტომ საინტერესოა მთლიანობაშიც რომ შევაფასოთ ეს პროცესი და რა თქმა უნდა ვისაუბროთ 2025 წელს როგორი ტენდენციები ჰქონდა და ვართ დღეს განვითარების რა ეტაპზე და შეძლო თუ არა ამ სააგენტომ იმ თავარი ფუნქციის განხორციელება, რასაც ქვია ამ ნაწილში, ტექნოლოგიების ნაწილში, ყველაზე მცირე საზოგადოების იმ მასშტაბით დაინტერესება, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მეტი ახალგაზრდა ჩაგვერთო ამ პროცესში.
მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მართლაც ერთად ბევრი წლები გავიარეთ და ძალიან მოხარული ვართ იმ საუკეთესო პარტნიორობით, რომელსაც ბიზნეს პარტნიორი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო წლების განმავლობაში უკვე ახორციელებს. ზოგადად რა თქმა უნდა 2025 წელი იყო ძალიან ბევრი სიახლეების წელი, ბევრი ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდა ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ეკოსისტემაში. რაც შეეხება იმას თუ რა ეტაპზე ვართ ახლა ჯერ კიდევ რა თქმა უნდა ვართ ადრეული ეტაპის ინოვაციების ეკოსისტემა. ინოვაციების ეკოსისტემას შენებას მას 10 წლეულები ჭირდება და ჩვენ პირველი 10 წლეული გავიარეთ მხოლოდ. შესაბამისად ეს ადრეული ეკოსისტემა უკვე არის ძლიერი ეკოსისტემა შეგვიძლია ვთქვათ, ოღონდ კვლავ უნდა ვღვნიშნოთ რომ ადრეულ ეტაპზე და აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციონირება ზოგადად რეგიონალური მასშტაბით და როგორ იზრდება ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემას. იგივე ვხედავთ რომ მაგალითად თუ რამდენიმე წლის წინ ერთი VC ფონდის შემოყვანა ჩვენს სასიხარულო ამბავი იყო, ეხლა უკვე რამდენიმე ვენჩურული ფონდი არის, რომელიც საქართველოს და ქართულ სტარტაპებში ინვესტირებას ახორციელებს და ძალიან ხშირად ჩამოდიან აქ ხვდებიან ქართულ სტარტაპებს. ასევე მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო ღონისძიებებზე ჩვენი მონაწილეობის მიმართ ინტერესი ერთიორად არის გაზრდილი. მაგალითად თუ 2 წლის წინ Web Summit-ზე პირველად წავდექით პორტუგალიაში ევროპის ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ გამოფენაზე და ინტერესი ცოტა იყო და მაგალითად გასულ წელს ჩვენს ღონისძიებაზე 100-დან 120 ადამიანამდე დაესწრო. დღეს წელს როდესაც ვქონდა უკვე Web Summit-ზე ცალკე მიღება, იქ 400-ს გადააჭარბა მოსული ადამიანების და ჩართული ადამიანების რაოდენობამ. ეს იყო ხარისხიანი, ასე ვთქვათ, იყვნენ წარმოდგენილი საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები, უცხოელი სტარტაპები, რომლებიც დაინტერესდნენ იმ მნიშვნელოვანი საგადასახადო რეფორმით, რომელსაც ინოვაციურ სტარტაპებს თავაზობს საქართველოს მთავრობა, დაინტერესებულები არიან რომ საქართველოში გადმოიტანონ ოპერაციები, ასევე ჩვენი რეგიონალური მასშტაბის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივები განხორციელდება და ზოგადად რეგიონი უფრო და უფრო მეტად იპყრობს ინვესტორების ყურადღებას. აქ საუბრობთ სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიას და ასე შემდეგ და აქ რა თქმა უნდა საქართველოს ცენტრალური როლი უკავია, როგორც ასე ვთქვათ, სამართლებრივი თვალსაზრისით, იმ საკანონმდებლო ინიციატივით, რომლებიც საქართველოს მთავრობა უკვე განახორციელა, ასევე ზოგადად ბიზნესის სიმარტივის მიმართულებით, რომელიც საქართველოს ნამდვილად უნიკალური უპირატესობა აქვს, არა მარტო მთელ რეგიონში, მათ შორის ევროპასთან მიმართებაშიც. შესაბამისად ეს ყველაფერი ძალიან სწორ სიგნალს იძლევა დაინტერესებული პირებისთვის, ინვესტორებისთვის და ჩვენი მთავარი ამოცანა არის სწორედ იმისკენ მიმართული, რომ ტალანტის ასე ვთქვათ, კულტივაცია მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო გაიზარდოს წამყვანი სპეციალისტების რაოდენობა ჩვენ ქვეყანაში იმისთვის, რომ გლობალურ პროდუქტები შეიქმნას და კიდევ უფრო მეტად საინტერესო ვიყოთ საერთაშორისო ინვესტორებისადმი. თუმცა აქ შემოდის ამ მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა 2025 წლის მაგალითზე დავასახელოთ ცნობილი ვენჩერული ფონდები თუნდაც რომლებიც დაინტერესდა საქართველოს და როდესაც ამბობთ რომ საქართველოს შეძლო რომ მათ შორის რეგიონის კუთხითაც ტექნოლოგიურად სხვა ეტაპზე ასულიყო, რაში გამოიხატება ეს? აი როგორ უნდა იგრძნოს საქართველოს მოსახლეობამ და საქართველოს მოქალაქეებმა რომ რეალურად ჩვენ ამ ნაწილში სხვა ეტაპზე გადავედით, საწყისზე ვართ ჯერ, მაგრამ რეალურად განვითარების იმ ახალ ეტაპზე ავედით, რომელიც დღეს უკვე ჩვენ გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკის რეალურ ფინანსში და პროდუქტში ტექნოლოგიების ნაწილმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანოს. ჯერ ძალიან მცირეა ეს წვლილი. რა თქმა უნდა, იმისთვის ზოგადად ტექნოლოგიურ კომპანიებს ახასიათებს გეომეტრიული პროგრესიის ზრდა, იმიტომ რომ ჩვენ ნულიდან დავიწყეთ, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ ამ მიმართულებით, თუმცა ტრენდი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხა მაგალითად ბოლო წელს მარტო 200 მილიონის კერძო საინვესტიციო, ასე ვთქვათ, ფინანსური სარგებელი დაგენერირდა ქვეყანაში, ხო? მარტო 2025 წელს. გარდა ამისა, ზოგადად რაში აისახა ეს, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ყურადღება არის მაგალითად venture ფონდებს, როგორც საუბრობთ, იყო 500, ეხლა არის მაგალითად Domino Ventures-ის Targent Capital და სხვა venture საინვესტიციო ფონდები, რომლებიც უკვე უშუალოდ განახორციელეს ინვესტიციები ქართულ სტარტაპში. ასევე კრიპტო მიმართულებით ძალიან საინტერესო venture ინვესტიციები ხორციელდება.
ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაზე, აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ მთავრობის მხარდაჭერის კომპონენტი. და აი ამ მიმართულებით განსაკუთრებით ბოლო საგადასახადო რეფორმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა, რომელიც გულისხმობს სტარტაპებისთვის 0%-იან საგადასახადო რეჟიმს. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო როგორც უცხოელი სტარტაპებისადმი, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. ასევე კიდევ როდესაც საუბრობთ აქტიურობაზე, მთელი ჩვენი საგრანტო პროგრამების ნაწილში, რომელიც წლების განმავლობაში მოგეხსენებათ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მნიშვნელოვანი საგრანტო პროგრამები აქვს განხორციელებული, 550 განაცხადი იყო ყველაზე მაქსიმუმი, რომელსაც მიუღია. წელს გადავედით ჩვენ მაგალითად უკვე აქსელერატორის პროგრამაზე. და აქედან ორ აქსელერატორს აქვს გამოცხადებული მიღება, 2 6 თვეში გამოაცხადებთ, ხო? იმ ორიდან ერთმა უფრო ადრე გამოაცხადა, მეორემ ცოტა გვიან. პირველმა რომელმაც უკვე გამოაცხადა 900-ზე მეტი განაცხადი აქვს მიღებული, რომლებსაც აბსოლუტურად ახალი ტიპის მხარდაჭერას უზრუნველყოფთ ფინანსებთან ერთად, წვდომა ექნება ტოპ აქსელერატორთან, წვდომა ექნება საერთაშორისო ინვესტორებთან, საერთაშორისო ქსელთან, ასე ვთქვათ, კორპორაციებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ეს ყველაფერი მართლაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. ასევე 900-ზე მეტი განაცხადი მიღებული, როდესაც ვსაუბრობ, ასევე რეგიონის ქვეყნების სტარტაპებისაგან გვაქვს მიღებული, რომლებიც აპირებენ უკვე საქართველოში გადმოვიდნენ, დარეგისტრირდნენ როგორც ქართული კომპანიები და ისე გავიდნენ გლობალურ ბაზარზე. ეს ჩვენი ეკონომიკური გაჯანახების მნიშვნელოვანია. რაც შეეხება წილს მთლიანში და პროდუქტში, ქართული ინოვაციური სტარტაპების წილს ჩვენ დაახლოებით 60 წელიწადში უკვე ძალიან მყარად დავინახავთ, იმიტომ რომ ზრდის ტემპი არის ზუსტად მიმართულებით, რომ მაგალითად 3 წელიწადში რასაც დავინახავთ, მე-4 წელიწადში შეიძლება გასამაგებულიც იყოს, იმიტომ რომ ესე იზრდება სტარტაპ ეკოსისტემა, IT ინდუსტრია, რომელიც ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით ჩვენი მხარდაჭერით ასე ვთქვათ ვითარდება, იქ უკვე საგრძნობლად დაეწყო. მთლიანი შიდა პროდუქტის 5% დღეს არის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების საქართველოში შემოყვანის დამსახურება. IT ინდუსტრიის ზრდა, რომელიც ბოლო 4 წელიწადში მოხდა, საერთოდ არნახული არის. მთლიანად შეცვალა ექსპორტის სურათი. ჩვენი ქვეყნის ექსპორტში იყო 0.2% 2020 წელს IT პროდუქტები. დღეს არის უკვე 7%. რაც არის ძალიან უდიდესი ზრდა, რომელიც უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის გარეშე. აქ არ ვსაუბრობ მხოლოდ საგადასახადო ნაწილში, იმიტომ რომ საგადასახადო არ არის ის ერთადერთი, ასე ვთქვათ, მიმზიდველობა, რომელსაც საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს ჭირდება. აქ ვსაუბრობთ ძლიერ ტალანტზე, აქ ვსაუბრობთ ასევე საერთაშორისო ტალანტის მიზიდულობაზე და ჩვენი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობების მაქსიმალური გამოყენება ხდება ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის. აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. რამდენად გამჭვირვალეა და რეალურად ადამიანები, რომლებიც ახლა გვიყურებენ, მათ შეიძლება ჰქონდეთ კითხვა, რომ შემიძლია კი მე აი ამ ყველაფრით სარგებლობა, რომელზეც ახლა თქვენ ბატონო ავთანდილ საუბრობთ, მათ შორის თუნდაც იმ საგრანტო კონკურსების გათვალისწინებით, რამდენად მაქსიმალურად მოახერხეთ ამ წლების განმავლობაში, თუნდაც 2025 წლის მაგალითზე, რომ ეს ჩართულობა მაქსიმალურად დიდი ყოფილიყო და რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას თუ არა ახალგაზრდას ქონდა შესაძლებლობა აი ამ საგრანტო პროექტებით ესარგებლა, რომელზეც ახლა მე და თქვენ საუბრობთ, ანუ რამდენად გამჭვირვალეა მთლიანად ეს პროცესი, რამდენად ყველას შეუძლია ყველას ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა. მოდით ასე ვთქვათ, ყველას ნამდვილად შეუძლია მონაწილეობის მიღება, ყველას შეუძლია ამ პროცესიდან ბევრი რაღაცა ისწავლოს, იმიტომ რომ სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება, რა თქმა უნდა, ყველა ვერ მიიღებს გრანტს. იგივე, როდესაც ვსაუბრობთ აქსელერატორის პროგრამაზე, 900-ზე მეტი განაცხადი მივიღეთ, მხოლოდ 40 სტარტაპი უნდა შეარჩიონ, მაგრამ ამ პროცესში ბევრი რაღაცის სწავლის შესაძლებლობა მოხდება, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემს, რომ დახვეწო, განავითარო. აქ არ არის მარტო აქსელერატორი, ხო, იგივე საქართველოს ტექნოლოგიური პარკები არის წარმოდგენილი დღეს 9 ქალაქში, მეათე მოგეხსენებათ ქუთაისი დაგვემატება, ეს უზრუნველყოფს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მათ გადამზადებას. ჩვენ მათ ვამზადებთ იმისთვის, რომ იყვნენ მზად გლობალურ ბაზარზე საჭირო პროდუქტების შექმნას. შეიძლება დღეს თვლიდეს და განაცხადი შემოქონდეს, რომ მე უკვე ეს პროდუქტი მაქვს, მაგრამ სწორედ აი ამას გულისხმობს აქსელერაციის პროგრამა, სწორედ ამას გულისხმობს აქსელერაციამდე პრიაქსელერაციის პროგრამები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ტექნოპარკებში
ნაკლებაში გვაქვს რომ ჩვენ სწორად ერთად განვითარდეთ. ქართული სტარტაპ ეკოსისტემა სახელმწიფო კვალდაკვალ რომელიც უზრუნველყოფს ყველა იმ საჭირო ნაბიჯის გადადგმას. ჩვენ რო ეს ყველაფერი დაგვეწყო მაგალითად თუნდაც 3-4 წლის წინ რო შემოგვეყვანა ეს საერთაშორისო აქსელერატორები არ იყო საჭირო, იქნებოდა უბრალოდ საკმაოდ დიდი ხარჯი სახელმწიფოსთვის და ვერ მივიღებდით შედეგს. ჩვენ უყურებთ, ანუ პულსზე გვიჭირავს ხელი როგორ ვითარდება სტარტაპ ეკოსისტემა და ჩვენ ხედავთ რომ უკვე ამ ნაწილში ჭირდება უფრო მეტი სიღრმისეული მხარდაჭერა, რაც სწორედ იმას უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იქნება სტარტაპ ეკოსისტემა. ვერ ვიტყვით ვერც ერთ შემთხვევაში და ვერც ერთი ქვეყანა ვერ იტყვის, რომ ინოვაციური ეკოსისტემა ეს არის ყველასთვის. Რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველასთვის, ესა ჩვენ როდესაც საუბრობთ მაგალითად ტრადიციულ ბიზნეს სექტორზე, რა თქმა უნდა, აქ გვაქვს ამბიცია, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი იყოს ენტერპრენერი, ასე როდესაც საუბრობთ ინოვატორებზე, აქ არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც აქვთ გლობალურად, ასე ვთქვათ, მასშტაბირების მქონე ინოვაციური იდეები, აქვთ ტექნოლოგიური პოტენციალი და ასე ვთქვათ კომპეტენცია და შესაბამისად და ასევე ამ ყველაფერთან ერთად რისკის აღების უდიდესი უნარი. იმიტომ რომ სტარტაპის გაკეთება არის უამრავ რისკთან ასოცირებული, ვიცით საერთაშორისო სტატისტიკა რომ 90% ფეილდება, შესაბამისად აი ამის უნარიც უნდა კონდეს, რომ ესეთ რთულ საქმეში შეხვიდე, საიდანაც იცი რომ 10-დან 9 შემთხვევაში დამარცხებული გამოხვალ და შენი სტარტაპი წარმატებას ვერ მიაღწევს. ამიტომ რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ვცდილობთ იყოს მასიური ჩართულობა, თუმცა ამასთან ერთად ვცდილობთ რომ იყოს უფრო ტარგეტირებული სწორედ იმ ადამიანთა ჯგუფების მიმართ, რომლებსაც შეუძლია აი ამ პატარა სტარტაპის გაკეთებით მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში სტარტაპის ზრდასთან ერთად. ამ წლებმა რა შედეგიც მოიტანა იმის გათვალისწინებით, რამდენმა ქართულმა სტარტაპმა მოახერხა საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად გასვლა, ჩვენ რამდენიმე ხმაურიანი სახელი ვიცით და შესაბამისად მათ მიერ მოიზრდული თანხების შესახებაც გვაქვს ინფორმაცია. შესაბამისად, რამდენმა შეძლო აი ამ გზის გავლა ისე რომ ბოლომდე გასულიყო ამ სტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და რამდენად აქვს საქართველოში დაწყებულ ამ საქმეს, ანუ შექმნილ ქართულ სტარტაპს რეალური პერსპექტივა რომ საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად გავიდეს. კი ბატონო, ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ თუ როგორ ვითარდება სტარტაპები ჩვენი დაფინანსების მიღების შემდგომ. დაახლოებით 50 სტარტაპამდე არის ჩვენს მიერ დაფინანსებულიდან, რომლებიც უკვე საერთაშორისო ბაზრებზე არიან გასული და გეოგრაფიული არეალი, მოცვის არეალი არის საკმაოდ დიდი. როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, სულ გვყავს 300-მდე დაფინანსებული, 299 სტარტაპი. თუმცა მაგალითად 20 სულ რაღაცა თვენახევრის წინ დავაფინანსეთ, ხო? ანუ საერთოდ ვერც დაითვლი მათ საერთაშორისო ბაზარზე გასულას, იმიტომ რომ იმდენად ცოტა დრო არის გასული. რამდენიმე 7 თვის წინ დავაფინანსეთ. თანაფარდობა რამდენად არის რაც დავაფინანსეთ იქი და რამდენსაც რეალურად შეძლო საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა, ეს ანუ არსებული საერთაშორისო სტატისტიკის და პრაქტიკის მიხედვით სტანდარტია, მაგალითად პროცენტულად გულისხმობს. სტანდარტზე უფრო კარგი შედეგია ამ შემთხვევაში, თუმცა დრო უნდა ამასაც, ანუ არ ვფიქრობ რომ 10%-ზე უფრო მეტი საქართველოს შეუძლია კონდეს. უბრალოდ ეს 10% იმდენად დიდი არის ისედაც, რომ ჩვენ თუ აი ეს ტარგეტი გვექნება და ამას შევინარჩუნებთ, ოღონ აქ საუბრობთ, რომ ის 10% უნდა იყვნენ დიდი კომპანიები, ხო? დღეს მაგალითად ერთ-ერთი სტარტაპი უბრალოდ მე არ მაქვს უფლება რომ დავასახელო ხმამაღლად მისი სახელი, უკვე გავიდა საინვესტიციო, ასე ვთქვათ, კაპიტალი გამოაცხადა $350 მილიონ ინვესტიციაზე. ერთმა ქართულმა სტარტაპმა, ხო? შესაბამისად, როგორც კი დახურავს. საუბარი თუ დავუშვათ ჩვენთვის ცნობილ კომპანიებზე, რომელთაც პირობითად სილიკონის ველზე უკვე მოახერხეს. ისინი სილიკონის ველზე არ არიან, უფრო ევროპულ ბაზარზე უყურებენ და აზიის ბაზარზე. შესაბამისად, თუმცა ცნობილი კომპანია, ასე ვთქვათ, მაგრამ როგორც კი დახურავს ამ საინვესტიციო წინადადებას, ის რა თქმა უნდა საჯარო გახდება. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ სტარტაპ ეკოსისტემა
ეკოსისტემის ღირებულება იზრდება მნიშვნელოვნად და სწორედ მაგაში არის ასე ვთქვათ რომ თუ მაგალითად ეს სტარტაპი რომელიც იყო 50 მილიონის ღირებულების უცებ ხდება 350 მილიონი დოლარის ღირებულების აი ამ ნახტომისებურ ზრდაზე ვამბობთ და ესეთი ზრდები 10%-შიც კი უდიდეს ეკონომიკურ ეფექტს იძლევა და სწორედ აი ამას გულისხმობთ რომ ინოვაციურ ეკოსისტემას სწორედ ესეთი განვითარებით შეუძლია ჩვენ თუ ტარგეტი გვექნება რომ უფრო მეტი პროცენტი იყოს წარმატებული ამ შემთხვევაში მაშინ უნდა შევამციროთ სარისკო ბიზნესში ჩადებული ინვესტიციების რაოდენობა უნდა მეტად გავფილტროთ ასე ვთქვათ გიჟური პირდაპირ გაგებით გიჟური ინოვაციური იდეები და ამ შემთხვევაში უკვე ვიქნებით უფრო როგორც ტრადიციული ბიზნესის დამფინანსებლები, რომელშიც რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, დაფეილების რისკი მცირე არის, თუმცა ზრდის ის პოტენციალი არ გააჩნია, რაც ინოვაციურ სტარტაპებს და სწორედ აი ამას გულისხმობთ, რომ ციფრებმა არ უნდა შეგვაშინოს პირიქით უფრო მეტი სტარტაპის დაფეილებას ველოდებით, ვიდრე დღეს არის დაფეილებული და ესეც არის ასე ვთქვათ პროცესის ნაწილი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია იმ არ დაფეილებული სტარტაპებს შეუძლია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი განვითარება უზრუნველყოს. 1000-ობით და 10000-ობით სამუშაო ადგილების შექმნათ. ზოგადად ესეთი არასწორი შეხედულობაა, რომ რაღაცა სტარტაპები დიდ სამუშაო ადგილებს არ ქმნიან. როგორც კი დიდ გლობალურ ბაზარზე გავლენ სტარტაპები, ისინი კიდე უფრო მეტ სამუშაო ადგილებს შექმნიან. ასევე მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ხო? ანუ დღეს ქართულ სტარტაპებში არის 2.5-ჯერ უფრო დიდი საშუალო ხელფასი, ვიდრე საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. IT კომპანიებში კიდე უფრო მაღალი არის, ხო? იმიტომ რომ IT კომპანიებიც, ასე ვთქვათ, უკვე მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური ბიზნესია, ანუ ტრადიციულ სექტორს უკეთებს მომსახურებას, ხო? ამ შემთხვევაში და შესაბამისად უფრო ნაკლებად რისკიანი, ასე ვთქვათ, ბიზნესი არის ეს და ამ მიმართულებით კიდე უფრო მაღალი ხელფასია, იმიტომ რომ ტექ ტალანტების საჭიროება მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო იზრდება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, ვიფიქროთ, რომ სწორი სამთავრობო პოლიტიკა და ინოვაციური ეკოსისტემის ერთობლივად ზრდა, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფს სწორედ იმ დიდ მიზნებს, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდა ერთად. საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ერთი ახსენეთ საგადასახადო ნაწილი, ასევე IT ბინადრობის ნაწილი, იმისთვის რომ ეს მიმართულება, რასაც ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარება ქვია, რაღაც სხვა ეტაპზე გადასულიყო და ამ მიმართულებით გარკვეულწილად საკმაოდ ისეთ ფინანსურადაც საკმაოდ სოლიდურ ფინანსებს დებს ხო ხელისუფლება. მაგრამ რამდენად შევძელით ამ წლების განმავლობაში რომ საქართველოს ამ მიმართულებით რეგიონული ჰაბის ფუნქციის მატარებელ ქვეყნად გვექცია, ჩვენ გვაქვს ამის ამბიცია, გასაგებია, თუმცა მათ შორის თუნდაც ის ქუთაისის ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა თითქოს ჩანს, რომ ხომ არ გაიწელა გარკვეულწილად დროში და რეალურად რამდენად შევძელით, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ჰაბის ფუნქცია მეტნაკლებად შევასრულოთ. ზოგადად რა თქმა უნდა, ჰაბის ფუნქცია არის ამოცანა, თუმცა რა თქმა უნდა კონკურენცია არის დიდი. შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ იყოს ჰაბი. მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნები ცდილობს, რომ იყვნენ ის მიზიდულობის ცენტრი, თუმცა შემიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ მაყურებლის გასაგებია, ანუ ქმნიან დაუშვათ იმ საკანონმდებლო საგადასახადო შეღავათებს და ასე შემდგომ, რომ პირობითად სხვადასხვა ქვეყნებიდან, რადგან ტექნოლოგიები და ეს მიმართულება იძლევა საშუალებას, რომ დაუშვათ მსოფლიოს ნებისმიერ ერთი კონკრეტულ ქვეყანაში არ იყო და იმუშაო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, იმ კონკრეტულ ქვეყნებში ქმნიან შესაბამის სისტემას. აბსოლუტურად დგამენ ამის შესაბამის ნაბიჯს. ვერ ვიტყვი რომ საკანონმდებლო მიმართულებით ყველა ცდილობს თავის კონკურენტული უპირატესობა მაქსიმალურად გამოიყენოს. ხო, ზოგი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უფრო დიდი ბაზარი. ზოგი არის ქვეყანა და ამით არის, ზოგი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი ფული. სხვა ტრადიციული სექტორიდან არის უფრო დიდი ეკონომიკა და ამის გამოყენებით. ხო, რო არ დავასახელოთ ზოგადად, ანუ ყველა თავისი კონკურენტული უპირატესობა, ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის უფრო მეტ თავისუფლებაში, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ სიჯანსაღეში, ბიზნეს თავისუფლებაში, საგადასახადო რეფორმებში, ტალანტში და ზოგადად ქვეყნის მიზიდულობაში, იმიტომ რომ ჩვენი ყველა რეგიონის
ქვეყნების მოსახლეობისთვის საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად, სამუშაოდ, განვითარებისთვის და ასე შემდეგ. რასაც ვერ ვიტყვით, რომ სხვა რომელიმე ჩვენი რეგიონის ქვეყანა არის ისეთი მიმზიდველი, როგორიც არის საქართველო. შესაბამისად, მაყურებლები. ხო, ანუ არ ამგონია, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დაგვეთანხმოს. შეიძლება იმ ქვეყნის მოსახლეობა არ დაგვეთანხმოს, თუმცა ანუ ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ, რომ ანუ ძალიან დიდი ტექნოლოგიური ტალანტი დღეს საქართველოში შემოვიდა. ჩვენ ხო ძალით არ შემოგვიყვანია ეს ტალანტი, ციფრები მეტყველებს. ანუ, როდესაც საუბრობთ, რომ უკვე 50,000-ზე მეტი საერთაშორისო ტექ ტალანტი არის საქართველოში და აქედან მუშაობს, აქედან ახორციელებს თავის ბიზნეს ოპერაციებს, რაც არის რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის შენაძენი. ამიტომ ჩვენი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია მიდის, რომ ვიყოთ მართლა ტექნოლოგიური ჰაბი. ეს აღიარებულია თუნდაც იმით, რომ 4 საერთაშორისო წამყვანი აქცელერატორი შემოვიდა. ესეთი უნიკალური შესაძლებლობა არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს. საგადასახადო მიმართულება ერთი. ასევე ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი. არ ვიტყოდი, რომ გაიწელა, იმიტომ რომ ჩვენ ხარისხიანად ვაკეთებთ. ქუთაისის ეს შენობა იყო ძალიან პრობლემური. თავიდანვე იყო ძალიან პრობლემური. ადამიანები, რომლებიც ძალით იყო გადაყვანილი ქუთაისში პარლამენტისთვის, სხვა გზა არ ქონდათ და იყვნენ იმ შენობაში, სადაც სუნთქვაც კი ჭირდა, იმდენად პრობლემური შენობა იყო. ჩვენ ვაკეთებთ ხარისხიანად, რათა ჯანსაღი გარემო იყოს იმისთვის, რომ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები გადავიდეს ჩვენ უკვე რამდენიმე თვეში შესაძლებლობა გვექნება სანამ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი მთლიანად გაიხსნება, მუზეუმის ნაწილი უფრო ადრე გავხსნათ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტუმოს საერთაშორისო სკოლა განთავსდება ის და რეგიონალური მიმართულებით კიდევ უფრო მიზიდულობის ცენტრი იქნება. გარდა ამისა, ეს არ ავიღოთ ცალკე თითქოს, ანუ ეს ერთი შენობა ჰაბის ფუნქციას. კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი უკვე არსებული, ასე ვთქვათ, კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ქუთაისს აქვს, იგივე აეროპორტი, იგივე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მილიარდ ევროიანი კერძო ინვესტიციაა და საერთაშორისო მიზიდულობის ცენტრი არის, ხო და წამყვანი, ასე ვთქვათ, სწავლა მიმდინარეობს, მსოფლიო დონის სწავლა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან კურიკულუმის ჩართვით და ასე შემდეგ. ასევე სტუდენტური ქალაქი, რომელიც შენდება სწორედ პარლამენტის ყოფილი შენობის გასწვრივ. ესეც ტალანტების მიზიდულობის შესაძლებლობაა და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ჩამოდიან ქვეყნებში, ამ მიმართულებითაც სპეციალური შეთავაზებები იქნება სწორედ იმისთვის, რომ ქუთაისში გადაიტანონ ოპერაციების ნაწილი და იქ ახალი დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდეს. და ეს ყველაფერი ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, როგორც უცხოური ტალანტისთვის, ისე ადგილობრივი ტალანტისთვის მნიშვნელოვანი ინსენტივია, რომ სწორედ ქუთაისმა შეითავსოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წერტილის როლი გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაში. კი ბატონო, აი ამ ნაწილში მოგყვებათ ბიზნესი, აი ამ ტემპებში, პირობითად, რასაც ახლა თქვენ თვლით სახელმწიფოს გადაწყვეტილებების ნაწილში, ქართული ბიზნესი და ქართული ტექნოლოგიური თუ სტარტაპ კომპანიები რამდენად აქტიურებიან და რამდენად მოგყვებიან აი ამ ტემპში? ქართული ტექნოლოგიური კომპანიები, ამ შემთხვევაში ესენც ქართულებად ითვლებიან უკვე, მაგრამ აი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ჩამოვიყვანეთ, ისინი მზად არიან, როგორც კი გაიხსნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, გახსნან ოფისები და ასაქმნონ ადამიანები იქ და შესაბამისად ამ ნაწილში მოყვებიან. სხვა ტრადიციული სექტორებთან მიმართებაში ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობთ, რომ ისინი კიდევ უფრო ჩაერთონ, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიურ ბიზნესში. თუმცა ამ მიმართულებით ტრენდი ძალიან საინტერესოდ იცვლება და ხედავთ, რომ კიდევ უფრო ბევრი ადამიანი, რომლებიც ამ მიმართულებით არათუ, ასე ვთქვათ, ინვესტიციებს არ ახორციელებდა, არც კი იხედებოდა საერთოდ რა ხდებოდა ამ მიმართულებით, დაინტერესება არის ძალიან დიდი. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე დემოდღეებზე, რომელსაც ქართული სტარტაპები მონაწილეობენ, ინტერესი ინვესტორებისთვის იზრდება, ქართული კაპიტალის, ასე ვთქვათ, ინვესტირება უფრო მეტად ხდება დღეს ქართულ ინოვაციურ სტარტაპებში, ვიდრე ეს ოდესმე ხდებოდა და შესაბამისად აი ეს ტრენდიც სწორედ ეკოსისტემის ზრდასთან ერთად არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველი 10 წლეული გავიარეთ მხოლოდ ამ ინოვაციური ეკოსისტემაზე და ეს ეკოსისტემა ნულიდან შეიქმნა. შესაბამისად რთულია, როდესაც ბიზნესი მიჩვეულია მხოლოდ სხვა მიმართულებით, ასე ვთქვათ, განვითარებაზე და დაინახონ აქ პოტენციალი. თუმცა იმდენად, ასე ვთქვათ, იყო ჩაღა სტარტაპ ეკოსისტემამ საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება და პრიორიტეტი და ანუ ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც პრემიერ-მინისტრის მხრიდან ხდება ესეთი მნიშვნელოვანი ინიციატივები, ხო, იგივე საგადასახადო რეფორმები, ასე შემდეგ, ეს ძალიან სწორ სიგნალს იძლევა ქართული ბიზნეს სექტორისადმი,
რომ აქ არის პოტენციალი და ეხლა თუ არ ვიქნებით ამის ნაწილი, მე უბრალოდ თამაშგარემ მდგომარეობაში აღმოჩნდები და შესაბამისად ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტი ასე ვთქვათ პერსპექტივის იმედს. და ჩვენ საუბრის ბოლოს 2026 წელს რა გეგმებით ხვდებით? 2026 წელი არის მნიშვნელოვანი წელი. ჩვენ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება მაისში მთლიანად, უფრო ადრე მუზეუმის ნაწილის გაიხსნება. ასევე 4 საერთაშორისო აქსელერატორი უკვე მუშაობას იწყებს, 2 თებერვლიდან დაიწყებს მუშაობას და 2 უკვე ივლისიდან დაიწყებს მუშაობას და ყოველ წელს იქნება 4 საერთაშორისო ტოპ აქსელერატორი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის უცხოური სტარტაპ კომპანიების მოზიდვა ჩვენს ქვეყანაში, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განჯანსაღება უფრო სწრაფად მოხდეს და სამუშაო ადგილები კიდევ უფრო სწრაფად შეიქმნეს ტექნოლოგიურ ბიზნესში და ეს საგადასახადო რეფორმა, რომელიც განვახორციელეთ, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მივანიჭოთ კომპანიებზე კიდევ უფრო წავახალისოთ ჩვენი ქვეყანაში გადმოსვლისთვის. ჩვენ უკვე მივიღეთ განაცხადების გარკვეული რაოდენობა ტექნოლოგიური კომპანიებისგან. აქტიურად ემუშავებით უცხოურ კომპანიებს, რომ თუნდაც საგადასახადო აი ამ რეფორმის აი ამ შეღავათების ნაწილში დაუშვათ დაინტერესოთ. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ. იგივე როდესაც ვახსენე პორტუგალიაში მაგალითად მართლა ძალიან დიდი ინტერესი, მოულოდნელად დიდი ინტერესი, ჩვენი ყველაზე კარგი გათვლებითაც არ ველოდებოდით ესე დიდი დაინტერესებას, როდესაც ვებ სამიტის დამთავრების შემდგომ ცალკე საქართველოს მიღებაზე მოდის ამდენი ადამიანი და ინტერესდება ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც საქართველო თავაზობს. ასევე იანვარში ამერიკის ყველაზე დიდ საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენაში საქართველო იღებს მონაწილეობას და ასევე დიდი ინტერესი არის იქაური სტარტაპ ეკოსისტემისადმი. ასევე ჩვენ დუბაიში ვიღებთ მონაწილეობას, აზიაში, სინგაპურში ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენად დიდი არის საქართველოსადმი ინტერესი. უკვე ქართული სტარტაპების დიდმა რაოდენობა მოგმართა ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მიღებისადმი და პროცესში არის და მაგალითად რამდენიმე კვირაში უკვე შესაძლებლობა გვექნება, რომ ალბათ პირველი ინოვაციური სტარტაპის სტატუსი გავცეთ კომპანიებზე, რაც უნიკალურ საგადასახადო შესაძლებლობას აძლევს. როგორც აღვნიშნე, 0%-იანად დაიბეგრება პირველი 3 წლის განმავლობაში და შესაბამისად ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ დადებით სიგნალს ცემს ამ ეკოსისტემაში მყოფი ნებისმიერი ადამიანისადმი, არა მარტო რეგიონის მასშტაბით, უფრო ფართოდაც იმდენად კარგი, ასე ვთქვათ, კონკურენტულ უპირატესობებს ქმნით, რომ საქართველოსთან შესაძლებელი იყოს გლობალური ბაზრების დაპყრობა სწორედ ინოვაციური, მაღალ ტექნოლოგიური და მასშტაბირებადი ბიზნეს პროექტებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ და რა თქმა უნდა გელოდებით 2026 წელსაც. ავთანდილ კასრაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. ასეთი იყო ღამის ბიზნეს პარტნიორი დღეს. მე და თქვენ ერთმანეთს პროექტის ფარგლებში ყოხვალ შევხვდებით. მშვიდობიანი ღამე ნახვამდის.